იცით რა, ყველაზე ცუდი მომენტი არის ის, როდესაც გარეთ იწყებენ ძებნას დაუშვათ დამნაშავისა პრობლემაში დამნაშავის ძიებას, როცა იწყებენ ოჯახის გარეთ. მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან ხშირად განსაკუთრებით აი იმ თაობაში, რომელიც ეხლა უკვე ნარკო დამოკიდებულია და წამალზე დამოკიდებულია, ოჯახებში ხდება ყველაფრის გადაბრალება დედაზე. და რატომღაც ხდება ისე, ყოველ შემთხვევაში ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში არაერთხელ შემხვედრია ასეთი მოვლენა, როდესაც მამა თვლის, რომ ვინაიდან ის იყო breadwinner-ი, ანუ პურის შემომტანი, ფულის შემომტანი ოჯახში, მას ჰქონდა უფლება, რომ მონაწილეობა არ მიეღო შვილის აღზრდაში და როგორც კი პირველივე ცუდ საქციელს წააწყდება თავისი შვილის დადანაშაულებას იწყებს დედის, დადანაშაულებას იწყებს გარემოსი და არის შემთხვევები, როდესაც მამა ოჯახიდან მიდის კიდეც და პრობლემის წინაშე მარტო ქალს ტოვებს. შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა განახორციელოს მომავალი თვეების და წლების განმავლობაში, მაგრამ პრობლემის მიღებას არ აკეთებს და არ აცნობიერებს, რომ შესაძლებელია აი ის დრო, რომელიც მან დაუთმო თუნდაც ფულის შოვნას ბრჭყალებში და აი ამ ფულის შემოტანას ძალიან ეს დრო დააკლდა მის შვილს აღზრდაში. ეხლა მიმდინარე პერიოდში მაგალითად ძალიან ცუდი ვითარება, რასაც მე გადავაწყდი რაიონებში, სადაც დედები არიან სამუშაო წასული უცხოეთში და თითქმის ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალები გაცლილები არიან. და შვილები ყავთ დატოვებული, ბებია ბაბუის და უკეთეს შემთხვევაში უსაქმური ლოთი მეუღლის ამარა. და აი სხვათა შორის რამდენიმე შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მქონდა, რომ ზაფხულის პერიოდში ჩამოსულმა საშოვარზე გასულმა ქალმა და უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მის შვილს შეხება აქვს სხვადასხვა ტიპის წამალთან და შემდეგ ეს ქალი მოსულა ჩემთან და შემდეგ გადამიმისამართებეა ნარკოლოგიური სამსახურის მისამართით. დედის მზრუნველობაც ასევე აუცილებელია და ის ჰარმონიული ოჯახი არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, დაუპირისპირდეთ ასეთ საშინელ სენს და ასეთ საშინელ პრობლემას, როგორც წამალდამოკიდებულების პრობლემა. ძალიან დიდი სტრესია, როგორც ფინანსური სტრესი, ასევე სუფთა ემოციური სტრესი. მე მახსოვს 80-იანი წლები, როდესაც ცოტა არ იყოს ტოლერანტული იყო საზოგადოება აი ამ პრობლემის მიმართ. უფრო მეცაც გეტყვით ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს, რომლის მერვე კლასელ ბიჭსაც მე შევამჩნიე, რომ არაჯანსაღი გამომეტყველება ჰქონდეს აღამოს მოსულ, მე ვთხარი, რომ ვაიმე არ მომწონს ბავშვი და რაიმე ხომ არ გაგვეპარა თქო. ნუ რაღაც პერიოდი როგორც ყველა ეხა ეწევა პლანს და არაფერი არ არის, ანუ დედებიც კი ტოლერანტულები იყვნენ და რა თქმა უნდა, გზარი უნდა შემოიკრას ყოველი არაფხიზელი მდგომარეობის შემდეგ, ეს არ ნიშნავს დაუსრულებელ კონტროლს, ეს არ ნიშნავს უნდობლობა შვილის მიმართ, ეს უფრო მეტად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მშობელმაც უნდა იცოდეს აი ამ პირველი სიმპტომების ამოცნობა და ამავე დროს მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს შვილს ინფორმაცია სკოლებში, საგანმანათლებლო ცენტრებში, აი თანატოლებში, ეს ინფორმაცია ისე უნდა გავრცელდეს ტელევიზიით, რადიოთი და დაუშვათ იგივე ელექტრონული მედიით, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ერთი გადადგმული ნაბიჯიც კი ამ მიმართულებით შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, რისკისთვის აღმოჩნდეს და ოჯახიც იცით თუ წააწყდება ასეთ მომენტებს, მზად უნდა იყოს იმისთვის, არა მაღალი რისკის ოჯახები, არამედ ყველა ტიპის ოჯახი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ აუხსნას, რომ აქედან გზა მიდის აი ასეთ პრობლემაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი სოციალური პრობლემები, შენი ჯანმრთელობის პრობლემები, შენი მომავლის პრობლემები და ნუ საბოლოო ჯამში ადამიანი მაინც გადაწყვეტილებას თვითონვე იღებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მონაწილეობის მცდელობის მიღება არ გვქონდა. პირველი დიდი შეცდომა არის, რომ დაეტაკოთ თქვენ შვილს, თქვენი ოჯახის წევრს და აუტეხოთ ცემა, ტყეპა და ასე შემდეგ. პირველ რიგში თქვენ აღმომჩენი უნდა წახვიდეთ სპეციალისტთან და თქვენ უნდა მიიღოთ
კვალიფიცირებული კონსულტაცია და დახმარება იმ თვალსაზრისით თუ როგორ მოიქცეთ შემდგომში. იცით, დღეს მაგალითად გქონდა შეხვედრა ერთ ქალბატონთან, რომელმაც განაცხადა, რომ პრაქტიკულად ოჯახს აქვს სირაქლემას პოზა მიღებული თავი ქვიშაში და პრობლემას უარყოფს, როდესაც ეხება მათ ვაჟიშვილს. ესეც არაა სწორი. დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი, საუბარი არის უმნიშვნელოვანესი და ამბობენ, რომ არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ შეიძლება გავნერვიულდეთ მერე. აქ უკვე განერვიულებაზე კი არ არის, რომ გავაღიზიანოთ, სახლიდან არ გაიქცეს. იცით, ეს სირაქლემის პოზა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაპატიებთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის ის აღიარების გარეშეა, ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, მაშინ როგორ უნდა უმკურნალოს ამან, ან ექიმა, ან როგორ უნდა დაგეხმაროთ ფსიქოლოგი, ან როგორ უნდა სახელმწიფოს თანადგომაზეც რო ვისაუბროთ. თემი უნდა იყოს ძლიერი. გუფი ადამიანებისა, რომელიც ერთად ცხოვრობს რაღაც ისტორიულ რეალობაში, უნდა იყოს ძლიერი ცოდნით პირველ რიგში და შემდეგ კიდევ ეს უმთავრესი გზავნილია. აღმოაჩინეთ, ჯერ თქვენ მიიღეთ კონსულტაცია, ჯერ თქვენ გაიარეთ კარგი ფსიქოლოგიური დახმარება და მერე დაიწყეთ ზრუნვა იმაზე, რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. ჩხუბით, ყვირილით, აკრძალვებით, სახლში ჩაკეტვით ვერაფერს ვერ გავაუთ. იმიტომ რომ ადამიანი მაინც საზოგადოებრივი ცხოველია და სოციალური ცხოველია და კარი უნდა გაიხსნეს ბოლოს და ბოლოს 24 საათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა პირიქით უფრო საფუძველი გახდება იმის, რომ ნდობა თუ დაიკარგა, ესე იგი მე არ მენდობიან, მე შემიძლია გავაკეთო რა, მაინც თვლიან რომ ამას ვაკეთებ და რატო არ გავაკეთებ.